აბა გაიხსენე, რომელი ახალი ჩვევის ჩამოყალიბება გინდა. ვარჯიში, მედიტაცია, ჯანსაღი-კვება, სწორი ძილი, საქმეების არ გადადება, სქროლვის ნაცვლად კითხვა, ფულის დაზოგვა, რამდენჯერ გიცდია და რამდენჯერ არ გამოგსულია. რატომ შენი აზრით? ზარმაცი ხარ, უნებისყოფო, თუ საქმე სულ სხვა რამეშია. ხო და დღეს გავიგებთ სინამდვილეში რატო უჭირს ტვინს ასე ძალიან ახალი ჩვევების ჩამოყალიბება, რამდენი დღე ჭირდება ახალი ჩვევის გაჯენას და აღმოვაჩენთ ადამიანის ტვინზე ძალიან საინტერესო ამბებს, რომელიც დაგეხმარება გაცილებით უფრო ეფექტურად ჩამოიყალიბო ის ჩვევა, რომელიც შენ გინდა. მოდი დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული ცრუ წარმოდგენით. აი ვიღაცა თუ რაღაცას, რაც შენ ძალიან გიჭირს და გეზარება, აკეთებს ძალიან დისციპლინირებულად. ეს ნიშნავს, რომ მას შენზე მეტინების ყოფა აქვს. ძალიან ბევრს გონია, რომ ასეა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამეში შეიძლება იყოს საქმე. ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მოიწვიეს ადამიანები რთული ამოცანის ამოსახსნელად. სინამდვილეში ამ ამოცანას ამონახსენი არ ქონდა, მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენი ხანი ეყოფოდათ ადამიანებს ნებისყოფა რთულ დავალებაზე ემუშავათ. დაყვეს ორ ჯგუფად მონაწილეები. პირველ ჯგუფს მოსაცდელ ოთახში სანამდე შეიყვანენ გამოცდაზე. დაულაგეს უგემრიელესი ახალგამომცხვარი კრუასანები, ტკბილეულობა და ფუნთუშეული. მაგრამ უთხრეს ეს თქვენთვის არ არის, ამის ჭამა არ შეიძლებაო. მეორე ჯგუფს უბრალოდ ცოცხალი ბოსტნეული დაუდეს. როცა შეიყვანეს საგამოცდო ოთახში, შენი აზრით რომელ ჯგუფს უფრო დიდხანს ეყო ნებისყოფა ემუშავა ძალიან რთულ დავალებაზე? იმას, ვისაც ფუნთუშები ელაგაწინ, თუ იმას, ვისაც ბოსტნეული? ბევრს გაუკვირდება, მაგრამ გაცილებით უფრო სწრაფად მიატოვეს იმ ადამიანებმა ამოცანაზე მუშაობა, ვისაც მოსაცდელ ოთახში ფუნთუშები ელაგა. რატომ? იმიტომ რომ მათი ნებისყოფის რესურსი ფუნთუშების არჭამაზე დახარჯეს და უკვე ამოცანაზე აღარ ეყოთ. ხო, სამწუხაროდ, ნებისყოფა არის ძალიან ლიმიტირებული რესურსი ჩვენს ტვინში. თუ დახარჯავ ერთ რამეზე, აღარ ყოფნის მეორეზე. რამდენჯერ ყოფილა, რომ დიეტაზე მყოფი წავსულარ სუფრაზე, იქ ვაშკაცურად გამიძლია, არ მიჭამია, მაგრამ მეორე დღეს სულელური საჭმლის გამო დამირღვევია დიეტა. აი, მე მივხვდი რატომ? იმიტომ რომ ის რესურსი, რომელიც დავხარჯე წინა დღეს, მეორე დღემდე ვერ აღდგა. რა გამოვიდა? სამუდამოდ უნებისყოფოები ვიქნებით, რამდენიც გვაქვს, იმდენი გვაქვს და ამას ვერაფერს უზავთ? რა თქმა უნდა, არა. კი, ჩვენ ვერ გავსდით ენერგიას ტვინში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ნებისყოფის რესურსი ეფექტურად. მაგრამ ამისთვის გვჭირდება ჩავძვრეთ ტვინში და გავიგოთ რა როგორ მუშაობს იქ. აქ ბევრმა შეიძლება თქვას, რა თმინდა ტვინზე ლექცია პირდაპირ მითხარი პრაქტიკული რჩევებიო, მაგრამ აბა ერთი წამი დაუფიქრდეთ. წარმოიდგინე, რომ ყავს მანქანა, რომელიც ნელად ადის და გადაწყვეტ, რომ ძრავა ააჩქარო. გამოგივა რამე თუ საერთოდ წარმოდგენა არა გაქვს ძრავა როგორ მუშაობს? ასეა ტვინზეც. ჩვენ გვინდა ტვინმა ისე იმუშაოს, როგორ ჩვენ გვინდა, მაგრამ თუ საერთოდ არ გვესმის, როგორ მუშაობს ტვინი, როგორ შევძლებთ ამას ეფექტურად. ხო და მოდი ჩავძვრეთ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას. ორგანოში, რომელიც კილონახევარს იწონის, მაგრამ განაგებს მთელ ჩვენ ცხოვრებას. ის მხოლოდ 2%-ია ჩვენი სხეულის წონის, მაგრამ მოიხმარს მთელი ჩვენი ენერგიის, ანუ მიღებული კალორიების 20%-ზე მეტს. ადამიანის ტვინს აქვს 100 მილიარდი ნეირონი, ანუ ტვინის უჯრედი. ეს ნეირონები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან კუდებით. აქსონები ქვიათ სინამდვილეში. თითო ნეირონი 7000-დან 30000-მდე სხვადასხვა ნეირონს უკავშირდება და ასე იქმნება ასეულობით ტრილიონი კავშირი. ჩვენი ტვინი სამყაროს გავს. მაგრამ მოდი სიმარტივისთვის ტვინი შევადაროთ მთელ მსოფლიოს და წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ნეირონი არის ერთი სახლი, რომელიც გზით დაკავშირებულია მეორე სახლთან. ეს დაკავშირებული სახლები ქმნიან უბნებს, ნეირონულ წრედებს. ეს უბნები ქმნიან ქალაქებს, ნეირონულ ქსელებს. და ეს ქსელები ქმნიან ქვეყნებს, ანუ ტვინის უბნებს, მაგალითად მხედველობის უბანი, მოტორიკის უბანი, სმენის უბანი, ინტელექტის უბანი. როცა ერთი ნეირონი ინთება, ის ანთებს მასთან დაკავშირებულ ნეირონებს. რას ნიშნავს ინთება? ხო, ტვინს აქვს თავისი ელექტროენერგია. ის მუშაობს სხვადასხვა სიხშირეზე, სხვადასხვა დროს. როდესაც მუხტი იწევა ნეირონში, ის ინთება, ანუ იწყებს მუშაობას. თუ მუხტი საკმარისია, ეს ნეირონი ანთებს თავისთან დაკავშირებულ ნეირონებსაც. როგორ ანთებს? ხანდახან პირდაპირ ელექტროსიგნალს უგზავნის, მაგრამ უფრო ხშირად უგზავნის ქიმიურ ნივთიერებებს, მოლეკულებს, რომლებიც ტვინში არიან. მათ ნეირომოდულატორები ქვიათ, უფრო ხშირად ჰორმონებს ეძახიან ხოლმე, ხომ გაგიგიათ ენდორფინი, ადრენალინი, სერატონინი, დოპამინი. ხო და აი ეს ნეირომოდულატორები გამოდიან ერთი ნეირონიდან, როგორც ადამიანების სახლიდან, შედიან მეორე სახლში და ანთებენ შუქს. ყველა ქმედებას, ფიქრს, ემოციას, შეგრძნებას, ყველაფერს ორგანიზმში აქვს თავისი
დაკავშირებული ნეირონების ჯგუფი. ანუ იმის და მიხედვით, რომელი ნეირონების ჯგუფები ანთიან ჩვენ ტვინში, იცვლება ჩვენი ემოციები, აზრები, ფიქრები, ქმედებები, მოგონებები, ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში. როგორ გონია ბავშვს უფრო მეტი ნეირონული კავშირები აქვს ტვინში თუ ზასრულს? გაგიკვირდება და ბავშვებს და ზასრულებს თითქმის ერთნაირი რაოდენობა გვაქვს ნეირონების, მაგრამ კავშირები მათ შორის ბავშვებს უფრო მეტი აქვთ. საოცარია, ხო? მაგრამ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ გვიჭირს ჩვევების ჩამოყალიბება. აი ნახე რატომ? როცა შენ ცდილობ ახალი ჩვევა გამოიმუშაო, ახალი რამე ისწავლო, ეს ნიშნავს, რომ შენ გაგყავს ახალი გზა სახლებს შორის, ანუ ნეირონებს შორის კავშირი. ბავშვი ერთდროულად ძალიან ბევრ რამეს სწავლობს პირველ წლებში, ამიტომაც მას უამრავი გზები აქვს ნეირონებთან, მაგრამ ეს გზები არიან ძალიან ვიწროები, ბილიკებივით. თუ ხშირად გაიმეორებ ერთი და იგივე ქმედებას, დაკავშირებულ ნეირონებს შორის გზები ფართოვდება და ბოლოს ხდება დიდი მაგისტრალივით. აინშტაინის ტვინის შეამოწმეს მეცნიერებმა უნდათ აღმოეჩინათ, სად იყო ტვინში ფიზიკურად მისი გენია. ერთადერთი რამე აღმოაჩინეს, თითებთან დაკავშირებული ტვინის უბანი ჰქონდა ძალიან დიდი. აინშტაინი ვიოლინოზე უკრავდა მთელი ცხოვრება. ანუ ის, რასაც შენ ხშირად აკეთებ, ფიზიკურად ცვლის შენი ტვინის ანატომიას. და თუ აღარ გავიმეორებთ რაიმე ქმედებას, ნეირონებს შორის გაყვავული გზები უფრო და უფრო ვიწროვდებიან, ბოლოს მიტოვებულ გზებს ემსგავსებიან და ნეირონები კარგავენ კავშირებს ერთმანეთთან. აი ეხლა წარმოიდგინე, რომ შენ ერთი სახლიდან მეორეში უნდა შეხვიდე და ორი არჩევანი გაქვს. დიდი მაგისტრალით მისრიალდე პორშეთი მეორე სახლში, თუ გაუკვალავ თოლში შენ თვითონ გაკვალო გზა. თუ ენერგიის დაზოგვა გინდა, აუცილებლად აირჩევ დიდ მაგისტრალს, ხო? ასეა ჩვენი ტვინიც, მას არ უყვარს გაუკვალავი და ვიწრო ქუჩებით სიარული. ის მუდმივად ცდილობს გადმოჯდეს გაყვალ გზაზე, ანუ გვაკეთებინოს ის, რაც ხშირად გვიკეთებია. როდესაც კავშირები ნეირონებს შორის ფართეა, ის ძალიან მარტივად უგზავნის სიგნალს მეორე ნეირონს და გაცილებით ნაკლები ენერგია ეხარჯება. და ენერგია ჩვენს ტვინში ძალიან ლიმიტირებული რესურსია, ამიტომ ტვინი მუდმივად ცდილობს დაზოგოს თავისი ენერგია. ესე იგი, თუ არ დააძალე, ის აუცილებლად გადმოჯდება თავის გაყვალულ გზაზე. რას ნიშნავს დააძალე? აი აქ კიდე უფრო საინტერესო ხდება. ეს ნიშნავს, რომ ტვინის სხვა უბანში სხვა ნეირონების ჯგუფი აანთე. მოდი პირობითად მათ დავარქვათ ნებისყოფის ნეირონები. და ეს ნებისყოფის ნეირონები არიან ტვინის ზედა ნაწილში, ნეოკორტექსში, ანუ ტვინის იმ უბანში, რომელიც ევოლუციურად ყველაზე ახალია და ამიტომ მოიხმარს ძალიან დიდ ენერგიას. როცა ის აქტიურია, შეიძლება ჩვენი ტვინის ენერგიის 70-80% მოიხმაროს. ამიტომაც მას ძალიან მალე ეშრიტება ენერგია, ვეღარ აგზავნის სიგნალებს, ანუ ვეღარ ვაძალებთ ჩვენს დანარჩენ ტვინს და ის გადადის თავის ძველ გზებზე, ანუ ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს ძველ ჩვევებს და ქცევებს. აქ ხდება კითხვა კი, მაგრამ მაშინ მავნე ჩვევებს ასე სწრაფად რატომ ვეჩვევით? სად იყო ბავშვობაში სოციალური ქსელები, რომ როგორც კი გაჩნდა ასე სწრაფად მივეჩვიეთ, ან სიგარეტს მიგვაწევინებდა ბავშვობაში? აი აქ არის ძალიან საინტერესო. ბუნებამ ისე შექმნა ადამიანი, რომ რაც მისი გადარჩენისთვის და გამრავლებისთვის გამოსადეგია, ის სასიამოვნოც არის. ჭამა, სექსი, სიყვარული, ერთად ყოფნა, ეს ჩვენი გადარჩენის შანსებს ცდის და ამავდროულად სასიამოვნოც არის. აბა პირიქით რომ იყოს, ვერც გამრავლებოდით და ვერც გადარჩებოდით. მაგრამ რა არის ტვინისთვის სასიამოვნო? თუ გადარჩენაა მისი მიზანი, რატომ არ თulis გადარჩენისთვის აუცილებლად ჯანსაღად ვიყვებოთ, ვივარჯიშოთ, ფული დავზოგოთ, უფრო მეტი ვისწავლოთ? ეს ხომ ჩვენი კარგად ყოფნის შანსებს მომავალში ზრდის. ხო და ეს არის საინტერესო, რომ ტვინი არ განვითარებულა თანამედროვე სამყაროში. ის განვითარდა 10,000-ობით წლის წინ. ხო და ახლა წარმოიდგინე, რომ შენ ხარ პირველყოფილი ადამიანი. დაიარები და შენი ამოცანა რა არის? იმ წამს იპოვო საჭმელი და იქვე შეჭამო. იმ წამს გაექცე მხეც. ხო და ტვინი 1000 წლეულები ფოკუსირებული იყო ეკეთებინა ის, რაც იმავე წამს მოუტანდა სარგებელს. ანუ იქვე იყო ჯილდო. რომ დავინახე ეს ბანანის ხე, ახლა მინდა ეს ბანანი ვჭამო. მერე კი არა, ახლა მინდა სექსი 10 წლის შემდეგ კი არა. ამიტომ ტვინი სასარგებლოდ მიიჩნევს იმას, რასაც ძალიან მალე მოაქვს ჯილდო. მაგრამ მარტო სწრაფ სარგებელზე არ არის, ტვინისთვის მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს მოსაპოვებლად რამდენი ენერგია გეხარჯება. მაგალითად, ცხოველის ხორცი უფრო დიდი ჯილდოა, იმიტომ რომ უფრო კალორიულია, მაგრამ მის მონადირებას მეტი ენერგია ჭირდება და თუ ენერგია არ მაქვს, მაშინ ბანანი მირჩევნია. ანუ ტვინი ყოველთვის ცდილობს გამოიანგარიშოს რამდენია ჯილდოს გამოკლებული ენერგია და ყოველთვის არჩევს
ისეთ ვერსიას, რომელიც ყველაზე მაღალ ჯილდოს იღებს ყველაზე ნაკლები ენერგიის დანახარჯით. რომ საქმე იმაშია, რომ იმდროინდელი ადამიანისთვის რაც სასარგებლო იყო მოკლევადიანად, სასარგებლო იყო გრძელვადაშიც. მაღალ კალორიული საჭმელი ყოველთვის სასარგებლო იყო, იმიტომ რომ ყველა ფეხის ნაბიჯი არ იყო 900 კალორიანი ბურგერი და გლუკოზის ამწევი, ურფუნთუშეული და ტკბილეული. მაგრამ მას შემდეგ გარემო შევცვალეთ ძალიან. ყველა ფეხის ნაბიჯზეა ისეთი რამე, რაც მოკლევადაში ჯილდოს გვაძლევს, მაგრამ გრძელვადაში გვაზიანებს. ხალხის აღიარება დამაკდა, უცებ გადავიღებ ფოტოს, ავტვირთავ Instagram-ზე, ბუმ, ჯილდო. ნახე რამდენი ლაიქი მაქვს. დავისტრესე, ამოვიღებ ერთ-ღერ სიგარეტს, მოვწევ ბუმ, წავიდა შფოთი. უცებ მომიდა მძაფრი ემოციები, წამოვწვევი ლოგინზე, ჩავთავ Netflix და ბუმ, წამში ვიღებ ემოციებს. გამარჯვების განცდა მომინდა, ჩავთავ კომპიუტერს, ვითამაშებ, მოვიგებ ბუმ, გავიმარჯვე. ჩვენ კი გარემო შევცვალეთ, მაგრამ გენები თითქმის იგივე გვაქვს. ანუ ახალ გარემოში დავიარებით ძველი კომპიუტერებით და მერე გვიკვირს, რატომ არ გამოგვდის ისეთი ჩვევების გამომუშავება, რომელსაც უამრავი ენერგიის ხარჯვა ჭირდება და სარგებლოს მოგვიტანს სადღაც მომავალში. ტვინისთვის ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ერთადერთი ტვინის უბანი, რომელმაც იცის გადავადებული ჯილდოს ფასი, არის ინტელექტის უბანი და როგორც გავიგეთ, ამ უბანს ძალიან ბევრი ენერგია ჭირდება და ის მუდმივად ანთებული ვერ იქნება. ესე იგი, ერთის მხრივ მთელი ბიოლოგია გვებრძვის, რომ არ ვაკეთოთ ის, რაც მომავალში მოგვიტანს სარგებელს და ახლა ბევრი ენერგიის ხარჯვა ჭირდება. მეორეს მხრივ მულტიმილიარდერი ინდუსტრიები ხარჯავენ უამრავ ფულს, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე ისეთი სერვისი და პროდუქტი გქონდეს, რომ ძალიან პატარა ენერგიით, ძალიან მაღალი სარგებელი მივიღოთ და მერე გვიკვირს, რატომ არ გამოგვდის სასარგებლო ჩვევების გამომუშავება. ხო და ამიტომ, როდესაც ეცდები ახალი ჩვევა გამოიმუშაო და არ გამოგივა, ნუ შეამკობ შენ პერსონას არასწორი ეპიტეტებით, უდისციპლინო ვარ, ზარმაცი ვარ, შენ უბრალოდ ადამიანი ხარ. აქ შეიძლება იკითხო, კი, მაგრამ სხვა ადამიანია და იმას რომ ყოფნის ნებისყოფაო, შენ არ იცი, მას როგორი გაყვავილი გზები აქვს ტვინში, ანუ რას აკეთებდა ბავშვობაში. შეიძლება მას ნებისყოფა იმიტომ ყოფნის, რომ ის ბავშვობაში მსგავს ქმედებებს აკეთებდა და მის ტვინს უფრო ნაკლები ენერგია ეხარჯება ამ ახალი ჩვევების გამოსამუშავებლად. აუცილებლად იქნება რაღაცა, რასაც შენ აკეთებ უფრო ნაკლები ენერგიის დახარჯვით და სხვას ძალიან უჭირს. კარგი, გავიგეთ, რომ თუ არ გაფართოვდა ტვინში ნეირონული კავშირები, ანუ გზები, ჩვენ ძალიან ბევრი ენერგიის ხარჯვა მოგვიწევს და შეიძლება არ გვეყოს ენერგია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რამდენ ხანში ფართოვდება ეს გზები, ანუ რამდენი ხანი ჭირდება ჩვევის ჩამოყალიბებას. ამაზე პოპულარულ ფსიქოლოგიურ წიგნებში და ვიდეოებში შეხვდებით სხვადასხვა პასუხებს 18, 21, 60 დღე, მაგრამ ერთ-ერთი სიღრმისეული სამეცნიერო კვლევა ამბობს, რომ არ არსებობს ფიქსირებული დღე. დამოკიდებულია ჩვევაზე და ინდივიდზე და ჩვევის ჩამოყალიბება შეიძლება დაჭირდეს 18-დან 254 დღემდე. კი, ეს ძალიან ბევრი დღეა და ამ ვიდეოთი ნათელი გახდება ამდენი ხანი ნებისყოფა არ გვეყოფა. რა გამოვიდა? ვერ გამოვიმუშავებთ დასრულობაში. ახალ ჩვევებს თუ ბავშვობაში არ ვაკეთებდით? არა, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვიდა. მთელი ბრწყინვალება ტვინის ის არის, რომ ის ძალიან პლასტიურია მოხუც ასაკშიც კი და პრაქტიკული ნეირომეცნიერების ბრწყინვალება ის არის გამოიგონოს ისეთი მეთოდები, რომელიც დაგვეხმარება ტვინი ისე ავამუშავოთ, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ სანამდე ამ მეთოდებს გავეცნობით, პირველი მთავარი ცვლილება გავაკეთოთ. აღარ დაუძახოთ ჩვენ თავებს სუსტი, ზარმაცი და აღარ გვეგონოს, რომ თუ ბევრჯერ არ გამოგვივიდა, აწიც არ გამოგვივა. როგორც კი გვეცოდინება ეფექტური გზები ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, აუცილებლად გამოგვივა შემდეგში. ხო და რა ეფექტური გზები არსებობს, ზუსტად ამაზე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. შემდეგ სპინამდე.